საინტერესო საქმიანი სინთეზი და დიპლომატიასა და ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობა გველოდება დღეს. ნუკა გაგუასთან ერთად არეალში ელჩია. კარიერული დიპლომატი და მწერალი იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ერთიანდება არეალში დღეს, რაც მე ძალიან მახარებს, უღმესი მადლობა. ნუკა იმისთვის, რომ ერთიანდები ახლა უკვე არეალში, მე მახსოვს არაერთი საქმიანი ეპიზოდი შენი. ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი ცხოვრებიდან, რომელიც ნამდვილად საამაყო იყო ნებისმიერ ეტაპზე და ახლა სწორედ ამ საამაყო მიმართულებებს მივყვებით. ბევრი გვაქვს გასახსენებელი, თუმცა ბევრი უკვე არსებული ჯერ არ გავლილი საეთერო სივრცეში სათქმელი. ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ დიპლომატიასა და მწერლობას შორის საერთო წერტილის პოვნით, ნუკა. მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ ერთი შეხედვით აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ორი სამყაროა. სად არის ის საერთო წერტილი შენთვის? განცა მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ დააწილოთ პატივი ყოფილიყავი შენი გადაცემის სტუმარი. იცი რომ ჩვენ რაღაცა დიდი ისტორია გვაკავშირებს და ყოველთვის მოხარული ვარ, რომ ვეწვიო შენაირ ადამიანს და ჟურნალისტს, თუმცა ეხლა მივესალმები შენს ახალ სივრცეს, ახალ პლატფორმას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის. უღმესი მადლობა ამის აღნიშვნისთვის. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება საერთო სივრცეს, სადაც ხდება ლიტერატურის და დიპლომატიის გადაკვეთას, ვფიქრობ, რომ არ ხდება ამ ორი სივრცის გადაკვეთა, რადგან ისინი არასდროს ემიჯნებიან ერთმანეთს. ლიტერატურა და დიპლომატია ემსახურებიან ერთ ყველაზე მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს და ეს იარაღი არის სიტყვა. მე ვფიქრობ, რომ სიტყვას აქვს, სწორად ნათქვამ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი მნიშვნელობა. შესაბამისად, სწორედ ლიტერატურა და დიპლომატია არიან ის უდიდესი იარაღები, რომლებიც, არ ვიცი, ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ამ მიმართულებით. ვიპოვეთ კიდეც საერთო წერტილი, სწორედ ეს არის ის საერთო წერტილი, რადგან ნამდვილ სიტყვას, სწორად ნათქვამ სიტყვას შეუძლია გარდამტეხი მნიშვნელობა და გარდამტეხი დატვირთვა იქონიოს ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით ლიტერატურასა და დიპლომატიაში. და რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ დიპლომატიაში, როგორც ნუკა გაგუა, წლებია დიპლომატიურ სფეროში საქმიანობ, ნუკა. როგორც ვის უცხო ქვეყნებში ცხოვრება, მწერლის აღქმას. ამჟამად ვისაუბროთ სწორედ მწერლის აღქმაზე, სადაც ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო და მე ამას კიდევ უფრო მრავალფეროვან მიმართულებას მივცემ სხვადასხვა კითხვაში, იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობა, საბავშვო მწერლობა ყველაზე რთული ჟანრია, ვფიქრობ, იმ ენის გამოძებნა, რომელიც ზრდის ადამიანს და ამახვილებინებს ყურადღებას სწორედ ყველაზე ღირებულზე და მნიშვნელოვანზე. საინტერესოა დიპლომატიურ სფეროში საქმიანობა, როგორც ცვლის მწერლის აღქმას. ვფიქრობ, რომ ზოგადად დიპლომატიურ სფეროში საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია მწერლისთვის, ისევე როგორც პირიქით, იმიტომ რომ მოხდეს რაღაცა შენი ემოციების, შენი მოსაზრებების სწორად, ადეკვატურად გადმოცემა. რაც შეეხება უცხო ქვეყანაში ცხოვრებას, ვფიქრობ, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება ტოლფასია და ნამდვილად ვიტყვი ამას, რომ ახალი ცხოვრების დაწყების. შესაბამისად, ჩემთვის როგორც მწერლისთვის ეს არის რაღაცა ახალი გამოწვევა თქო ვერ ვიტყოდი, მაგრამ კიდევ ერთი დიდი ბედნიერება, რომელიც მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავინახო სამყარო კიდევ უფრო სხვა თვალით და შემდეგ ეს ყველაფერი გადავცე იქ მყოფ ბავშვებს, რადგანაც მე ვფიქრობ, რომ ემიგრანტ ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ და განსაკუთრებით აკლიათ ეს შემხებლობა ქართულ ლიტერატურასთან, ქართველ მწერლებთან. მე წინა ინტერვიუებშიც მაქვს ნათქვამი, რომ არიან იქ ბავშვები, ვინც გარემო პირობების შესაბამისად არიციან კარგად კითხვა, კარგად წერა და რაღაცა ის სულ სხვა დატვირთვა აქვს, რომ ესე ვთქვათ, ცოცხალ წერალს რომ შეხედავენ და დიახ, რაღაცა ინტერაქცია იქნებათ, იქ კითხვას დაგისვამენება, რატომ წერი შესახებ წერ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და წარმომიდგენია რამდენი კითხვა ჩნდება გზაში. ძალიან ბევრი კითხვა არის და მართლა სიხარულით პასუხობ ყოველ მათგანს და დარწმუნებული ვარ. მიხარია, რომ რაღაცა წილად ხვდა ეს ბედნიერება, რომ გარდა იმისა, რომ შემიძლია წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა უმაღლეს საერთაშორისო ასპარეზზე, შემიძლია რომ მე ვცდილობ, რომ ძალიან ხშირად მქონდეს შეხება ჩვენს ემიგრანტ ბავშვებთან და გადავცე მათი სითბო, სიყვარული, ქართული ენის და ლიტერატურის, რაც მე თავად მაქვს და რა მოტივებზეც მე თვითონ აღვიზარდე.
ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ხაზი. უღრმესი მადლობა ამის აღნიშვნისთვის, იმიტომ რომ სწორედ არეალში ელჩია, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება არეალის პლატფორმის, რომელიც განსაკუთრებით მიამაყება ქართული კულტურული ღირებულებების სწორი პოპულარიზაცია მსოფლიოში. პირველი წიგნი პარალელური ნაპირი. მინდა გავიხსენო, მე მახსოვს, ჩვენ მქონდა საეთერო სივრცეში ამაზე საუბარი და ძალიან კარგად მახსენდება. პარიზში, ბრიუსელსა და რომში წარადგინენ უკა. და ის საბა საუკეთესო დებიუტის ნომინანტიც გახდა მახსოვს. რას ნიშნავს საერთაშორისო და მშობლიური აღიარება შენთვის? იცით რა, ვერ გამიჩნევთ ესე საერთაშორისო და მშობლიურ აღიარებას, იმიტომ რომ მე ვარ ქართველი და პირველ რიგში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართველი მკითხველის აღიარება და ყოველთვის მართლა რაღაცა ესე გულის ფანცქალით და გულისხმობით ველოდები ხოლმე ჩემი ქართველი მკითხველისგან შესაბამის შეფასებებს. თუმცა ძალიან სასიხარულოა, როდესაც უკვე შენი წიგნი რაღაცას ცდება საზღვრებს და მით უმეტეს რომ დიპლომატი ვარ და მიყვარს ცოტა ესე რომ გავცდე ხოლმე საზღვრებს და ცხადია რომ დიდი ბედნიერების და სიამაყის შეგრძნება მოაქვს ამ ყველაფერს ჩემთვის. აი მაგალითად იტალიაში ყოფილა შემთხვევა რომ შევსულ ვარ და ვითომ არ ვიცი ეს ნუკა გაგვა და აი ნუკა გაგუას ეს წიგნი თუ გაქვთ. ეს ის არის ხო და რაღაცა მართლა ძალიან განსაკუთრებული და ძალიან ისეთი განსხვავებული შეგრძნება არის. ემოცია მოაქვს, რომელიც შემდეგ კიდევ ერთ ინსპირაციას ბადებს და ახალი წიგნიც იქმნება, კი ბატონო. პარალელური ნაპირი სათაურიც შეიძლება სწორედ ფილოსოფიურად აღვიქვათ. უკა მე მინდა რომ ამ მიმართულებითაც წავიდეთ. რა არის ის პარალელური ნაპირი, რომელსაც ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდეს? შეიძლება ეძებდეს და შეიძლება სინამდვილეში ხელის გულზეც კონდეს მორთმეული. ეს პარალელური ნაპირი, რა თქმა უნდა, ის სამყაროა, რომელიც მე პირადად ჯერა რომ ნამდვილად არსებობს, ანუ სამყარო ჩვენი აქაური ცხოვრების შემდეგ და სწორედ პარალელური ნაპირის დასასრულიც ესეთია, რომ აი ამ ტანჯულ ადამიანებს, რომლებმაც ბევრი გაიარეს და იტანჯეს, მარადიული პარალელური ნაპირიდან აკვირდებოდნენ და ესე ვთქვათ გვერდს უმაგრებდნენ ის ადამიანები, ვინც მათთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ, ხო? და ცხოვრების დატვირთვაც ხო ეს არის, რომ ცხოვრება არის დაუსრულებელი ჯაჭვი. ანუ თუ კი რამე არ სრულდება არასდროს, ეს არის ჩვენი სიცოცხლე, იმიტომ რომ ნებისმიერი სახით, ნებისმიერი გამოხატულებით სიცოცხლე ყოველთვის გრძელდება და აქვე დავუმატებ იმას, რომ ჩემთვის პირადად ესეთი არის ლიტერატურა, სწორედ, ანუ ლიტერატურა არის უხტავი პროცესი, რომელიც არასდროს მოკვდება, სანამ ერთი მკითხველი მაინც იარსებებს ამ ქვეყანაზე. გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როდის გაგიჩნდა სურვილი მწერლობის. მე მახსოვს კარგად თითოეული ნაბიჯი. თუმცა მინდა არეალის მაყურებელს გავაცნოთ ეს მხარეც, რომელიც 4 წლის წინ გავიარეთ ერთად ეთერში. გაიცა იცი რა არის, მე მთელი ცხოვრება ვწერდი სულ ბავშვობიდან, მაგრამ რაღაცა სულ მეშინ და თავს ღირსად არ ვთვლიდი იმის, რომ რაღაცა გამომეცა, იმიტომ რომ ეს უკვე ცოტა გამბედაობის ამბავიც არის, რომ ადგე და შენი ესე ცოტა ცუდად ვიტყვი, ნაჯღაბნი ესე ფართო საზოგადოებას გააცნო. თუმცა, ნუ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს და ის სწორედ კოვიდის დროს მქონდა შესაძლებლობა, რომ დამეწერა და ასევე დამებეჭდა, იმიტომ რომ ხო, დრო მქონდა შესაძლებლობა და რაღაცა ფუჭად არ გავფლანგე და არ დავკარგე ეს დრო და გამბედაობაც მოგეცა, ძალიან მნიშვნელოვანია. მომეცა, კი. რაც შემდეგ ძალიან საინტერესო შედეგში გადაიზარდა და მადლობელია უამრავი მკითხველი და მე მათ შორის ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული, რომელიც შეფასება. რომლის რა თქმა უნდა შემდეგ ნაბიჯებსაც და განვითარებასაც ველოდებით, იმიტომ რომ უამრავი საომავლო გეგმა გვაქვს ცხადია, ახალ წიგნზეც ვისაუბრებთ. შენი საბავშვო წიგნები უკვე ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზეა თარგმნილი. ზოგი საერთაშორისო გამომცემლებებმაც გამოსცა, როგორც ვიცი. რატომ არის ბავშვებისთვის დაწერილი ამბავი უნივერსალური, სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი საწყისში ინტერვიუს და ასევე გასაგები მსოფლიოს სხვადასხვა კულტურისთვის, მე ვიტყოდი ესე. რა არის ის უნივერსალური ხაზი ბავშვებთან ურთიერთობის და სწორი სიტყვის? რა თქმა უნდა ზღაპარი, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც არის ერთი ყველაზე ლამაზი ზღაპარი. შესაბამისად, მარტო ბავშვებისთვის ხო არ იწერება საბავშვო ლიტერატურა, იწერება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც შეინარჩუნა ბავშვური გული, სწორედ ამაზე არის ჩემი ერთ-ერთი წიგნი, რაღაც მოგზაურობა მზეზე და შესაბამისად ამიტომ არის ეს უნივერსალური, რომ ვფიქრობ, რომ საბავშვო ლიტერატურა იწერება ბავშვებისთვის, იწერება ადამიანებისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ აქვთ სურვილი და ხალისი იმის, რომ აკეთონ სიკეთე. ან იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს სურვილი და ხალისი დაკარგეს და ჩვენ გვინდა რომ დავუბრუნოთ.
ასეთი ბევრია, ძალიან. კი. დღის წესით ამაზე კეთილშობილი საქმე არ არსებობს. ესე ვფიქრობ მეც. ეს ქმნის დიდი სიკეთის ბუშტს, რომელიც შემდეგ შედეგში გადაიზრდება და მხოლოდ პოზიტიურ შედეგში, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს და კიდევ უფრო მეტ ინსპირაციას ბადებს. რაღის მოგზაურობა მზეზე ახსენე. ძალიან საინტერესო სათაურით თან წიგნი, რომელმაც ასევე ძალიან საინტერესო აღიარებაც მოიპოვა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის მფლობელია ეს არის ჩვეულებრივი წიგნი. ბავშვებთან სასაუბრო ენაზეც საუბრობდით, როგორი უნდა იყოს. და ბავშვებისთვის წერა ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა, რომ არის, ესეც აღნიშნეთ. რა არის მთავარი ზღაპარი, ფანტაზია თუ იმ ღირებულებების გადაცემა, რომელიც ადამიანს აყალიბებს? ყველაფერი, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს სწორად და დაბალანსებულად გაკეთებული აუცილებლად, იმიტომ რომ არ შეიძლება ზღაპარს მოაკლო ზღაპარი, ან ზღაპარს მოაკლო სწორი მიმართულება, ან მოაკლო ფანტაზია, იმიტომ რომ რომელიმე ელემენტი მაინც რომ მოიღო აქედან, მაშინ შესაბამისი არც სიმძაფრე ექნება, არც სიყვარული და არც სილაღე იმ ზღაპარს. შესაბამისად მგონია, რომ აი ძალიან ზუსტად და სწორად წარმოაჩინე ის თუ რა ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს ნამდვილად საბავშვო ლიტერატურა. ნუკა გაგუას შვილებს რომელი წიგნი მოსწონთ ყველაზე მეტად? ნუკა გაგუას შვილებს ალბათ რა ღირს მოგზაურობამ ესე მოსწონს ძალიან მიაკოს, რადგან რაღაცა მის შესახებ არის დაწერილი და გაბრიელს რაღაც ძალიან სიმბოლურია, რომ მასაც მის შესახებ დაწერილი წიგნი მოსწონს, კეთილი იყოს ჩემი მობრძანება, იმიტომ რომ აი რაღაცა მთხოვს ხომ რომ ჩვენი წიგნი წავიკითხოთ. ერთ-ერთი 100 ჯერ ესე იგი ვკითხო. განსაკუთრებული სამყარო იქნება ამ დროს წარმომიდგენია რა ხდება? ამ წიგნის კითხვის დროს. როგორც დიპლომატს ხშირად გიწევს საქართველოს წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენთვის. ლიტერატურა როგორც ქვეყნის კულტურული დიპლომატიის ნაწილი ვიტყოდი, ასე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შენთვის საქმიანობაში, უკვე დიპლომატიურ საქმიანობაში, რამდენად დიდ როლს ასრულებს შენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პრივილეგიაა, რომ წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ როდესაც შევხვდები სხვა კულტურის, სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, შეიძლება შენ ხარ პირველი ადამიანი, ვისაც ის ხედავს შენი ქვეყნიდან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ იმ ადამიანზე მოახდინო სწორი შთაბეჭდილება. და ელემენტარულად ის კითხვები მაინც დასვას, რომ თუ ჯერ კიდევ არ იცის და მე მგონია, რომ საქართველოს სრულიად ყოველ მიცის, სად არის, რას წარმოადგენს, რა კულტურის და რა ისტორიის ქვეყანა, თუ მაინც არსებობენ ესეთი ადამიანები, დაინტერესდნენ და გითხონ, რომ რა კარგი ქვეყნიდან ყოფილ ხარ, მე მინდა რომ ჩამოვიდე შენი ქვეყნიდან, მე მინდა რომ ვაწარმოო ბიზნესი შენ ქვეყანაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის რა თქმა უნდა გამოგიტყდებით, რომ ჩემი ლიტერატურული საქმიანობა მნიშვნელოვანია და ხელი შემწყობიც არის, ესე ვიტყოდი, ჩემს დიპლომატიურ საქმიანობაში, იმიტომ რომ როდესაც გაიცნობი ადამიანს, ხო, რაღაცა მე კითხვები მოდის, რომ უი მართლა მწერალიც ხარ, ძალიან საინტერესოა და ის გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ცოტა უფრო რაღაცა სიღრმეებში წახვიდე ადამიანთან და სწორედ ეს ეყალიბდება, ხო? ადამიანთა შორის ურთიერთობები, კონტაქტები, რაც დიპლომატიაში არის წამყვანი მნიშვნელობის. იმიტომ რომ ნდობაზე დაფუძნებული არ ვიცი, კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული მეგობრობა, დიპლომატიური ურთიერთობები ჩემთვის და მე ვფიქრობ, რომ ყველა კარიერული დიპლომატისთვის დამემოწმებია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გადამწყვეტი არის ამ სფეროში. ცხადია. რომში საქმიანობის ფონზე როგორია საინვესტიციო დაინტერესება საქართველოს მიმართ? საინტერესოა ამ მიმართულებით თუ გვაქვს აქტივობა და უკვე შესრულებული кейსებით. მე გეტყვით, რომ ძალიან მაღალია ზოგადად იტალიაში საქართველოს მიმართ ინტერესი. ეკონომიკური თვალსაზრისითაც მათ შორის ისევე როგორც კულტურული, თუმცა მე პირადად ჩემი პროფილი არ არის ეკონომიკა და ყავს ძალიან კარგი თანამშრომელი, რომელიც უძღვება სწორედ ამ მიმართულებას და ვიცი რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ძალიან ბევრი პროექტი არის მიმდინარე და იტალიის და საქართველოს სინთეზი. იტალიის და საქართველოს სინთეზი, რომელიც იცით თქვენ რომ ძალიან გავართ ძალიან ბევრი რამით ერთმანეთს და ვფიქრობ რომ მაინც მის კომპეტენციაში არ შევიჭრებოდი და ხო, მარტო იმას გეტყვით, პირად გამოცდილებით გეტყვით რომ არის ძალიან დიდი დაინტერესება, გვაქვს ბევრი როგორც შესრულებული, ასევე მიმდინარე პროექტი და გვაქვს ძალიან ბევრი სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით. რომელსაც აუცილებლად დაუბრუნდებით არის. აუცილებლად ცხადია. ძალიან მკითხელი ახალ რომანს როდესაც გვესტუმრებით რომში. რომში აუცილებლად გესტუმრებით კი. აუცილებლად. აკვე მარცვალი ჩავაგდეთ კიდევ ერთი სპოილერი.
აუცილებლად გესტუმრებით რომში ძალიან ბევრი გვაქვს დასათვალიერებელი არეალით და ძალიან საინტერესოა ნუკა გაგუას საქმიანობა სწორედ რომში ადგილზე. ეს იქნება საწყისი ჩვენი ურთიერთობის არეალში. მინდა ახალ რომანს დაუბრუნდე სტელას. მცირე სპოილერი გვინდა აქაც. რას გულისხმობს ეს რომანი? ეს რომანი ბევრ რამეს გულისხმობს და ბევრ რამეს მოიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს არის საბავშვო წიგნი, ეს არის ძალიან ფილოსოფიური წიგნი, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ სტელა, ჩემი სტელა და მე აქვე ვეტყვი მაყურებელს, რომ სტელა იტალიურად ნიშნავს ვარსკვლავს. ეს გოგონა დაიბადა რომში, დაიბადა ორჯერ. უკვე ფილოსოფიური ხაზი გამოიკვეთა. უკვე ფილოსოფიური ხაზი გამოიკვეთა ორჯერ დაბადებაში და სტელაში შეხვდებით ცოტა თამამი განცხადება შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ ჩემ თავზე ვიტყვი და ჩემ შემოქმედებაზე ისეთ პერსონაჟებს, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და ძალიან ვფიქრობ, რომ გამორჩეულები და განსაკუთრებულები არიან. სტელა ეხმარება ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ვითარდება, თუმცა საბოლოო ჯამში სტელას უწევს არჩევანის გაკეთება, რომ უნდა იყოს ადამიანი თუ უნდა იყოს ვარსკვლავი. აქვე ვიტყვი, რომ სტელას არ აქვს ასაკი, ანუ თქვენ შეგიძლიათ არჩიოთ რამდენი წლის არის რა, თქვენზე არის დამოკიდებული. და საბოლოო ჯამში სტელა მიიღებს ესეთ გადაწყვეტილებას, რომ უკეთესია იყო უფრო კარგი ადამიანი, ვიდრე იყო ვარსკვლავი, იმიტომ რომ კარგი ადამიანობა ბევრ ძალიან კეთილშობილურ და მნიშვნელოვან საქმეს გულისხმობს, რაც არანაკლებ რთულია, ვიდრე იყო კარგი ვარსკვლავი, გაუნათო ადამიანებს გზა, მოისმინო მათი პრობლემების შესახებ, დაეხმარო მათ გადაჭრაში და ვფიქრობ, რომ სტელა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მიმართულებით. აი ასეთ არაჩვეულებრივ ზღაპარში გვამოგზაურა ნუკამ, ზუსტად 2 წუთის განმავლობაში და ჩვენ უკვე გადავინაცვლეთ აბსოლუტურად სხვა სამყაროში. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ყოველთვის ასეთი რესპონდენტი ხარ, ძალიან მახარებს ყოველთვის შენთან საუბარი, ეთერში თუ ეთერს მიღმა. შესცხოვრებას ერთი სათაური რომ ჰქონდეს. ზღაპარი. ნამდვილად ზღაპარი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე თუნდაც იმდენი არაჩვეულებრივი ადამიანი შემხვედრია, რომლებიც აი უანგაროდ რომ გამოგიწოდებენ ხელს, უანგაროდ რომ გაგიღიმებენ, არ ვიცი, ბევრ სიკეთეს, სიხარულს, სილაღეს რომ დაგანახებენ, რომ ერთი სიტყვა ზღაპარი იქნებოდა სწორედ, დიახ. და სწორედ ამ ზღაპარში მოგზაურობთ ახლაც. ნუკა გაგუას ვიმოგზაურებ. ყოველთვის ვიმოგზაურებ. საომავლო გეგმა ბევრია. და მუდმივად მოგზაურობასთან ასოცირებით და სხვა კულტურის აღქმა და გაზიარებასთან ასოცირებით, რომელიც გიწევს, სად გზნობ თავს ყველაზე კომფორტულად იმ სამყაროში, სადაც შინაარს თავად ქმნი და ყველგან დაყვება, მე ვიტყოდი ეს. საკუთარ თავთან ერთად ზოგადად ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე დედჩემმა მასწავლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ვფიქრობ, რომ რაღაც ესე ძალიან ესე ხაზად გასდევს ჩემს ცხოვრებას, რომ აი სულ რომ არტო იყოვო, რაც არ უნდა ხდებოდესო, აი ყოველთვის შეგეძლოს შენი თავის გამხიარულება და გაბედნიერებაო და მე ვფიქრობ, რომ ეს ნიჭი მაქვს და მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ეს ნიჭი მართლა მომეცა, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში შემეძლია რომ რაღაცა კარგი დავინახო, ან რაღაცა ვისწავლო და ვფიქრობ, რომ ეს მართლა ბედნიერებაა და მართლა ძალიან დიდი სიხარული არის, როდესაც შეგიძლია დატკბე ისეთი დეტალებით, რომელსაც თუნდაც ცოტა უხეშად ვიტყვი, მაგრამ ბევრი ადამიანი შეიძლება ვერ ამჩნევდეს. არ ვიცი, თუნდაც ბევრი მიზეზის გამო. მიზეზი ბევრია რა და მიზეზი ბევრია, დიახ. ახლა ხა ციგნის პრეზენტაცია გქონდა. დიახ. ნუკი. რას გულისხმობდა ეს ციგნი და როგორ ჩაიარა პრეზენტაცია? ვიცი რომ ძალიან ბევრი მომლოდინე იყო აქ. ელოდებოდა შენს ჩამოსვლას და ძალიან გაგვახარა თითოეული ჩვენთაგანი შენმა ჩამოსვლამ, მოვასწრეთ ინტერვიუს გადაღებაც, სანამ რომში ჩამოვალთ და ადგილზე დავაკვირდებით თქვენ საქმიანობას. რა ციგნის პრეზენტაცია გაიმართა ახლახანს და როგორი იყო? მე ფოტო მასალა დავათვალიერე და ბავშვების აღტაცებული სახეები შევნიშნე. იმდენად საინტერესოდ წარიმართა, მათ ყველაზე ნამდვილი რეაქცია აქვს და ყველაზე ნამდვილი სინათლე, კი ბატონო, რომელიც ნამდვილად აღსაქმელი იყო. ავტორის მიერ დანახული პრეზენტაცია გჭირდება. ავტორის მიერ დანახული პრეზენტაცია, იგი წიგნს ქვია თუ გაბედავ წამოდი. და მე ესე რაღაცა ქვესათაური, ესე ვთქვათ, 7 მოგზაურობა. ეს 7 ჩემთვის აი ესეთი მნიშვნელოვანი ციფრია, ესე ვიტყვი. იცით რა მინდა ვთქვა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ზოგადად არის გაბედვაზე. ანუ თუ გაბედავ, გამოგივა, თუ ნაბიჯს გადადგა მიხვალ დანიშნულების ადგილამდე.
შესაბამისად, ჩემი პატარა გმირი, გაბრიელა, რომელიც არის მექსიკელი გოგონა, პირველად და დამოუკიდებლად გადის ქუჩაში, რაღაცა გარე სამყაროსთან შესახვედრად მარტო. და აი იქ ჩანს ის უდიდესი სიხარული, რომელიც მოაქვს ამ დამოუკიდებლობას, ამ საკუთარი თვალებით მიერ აღქმული ცხოვრების დანახვას და არა ის, რომ ვიღაცა გეტყვის, რომ აი გაბრიელა ნახე, ეს როგორია ეს. და აქ ჩანს მართლა რამხელა სიხარულს განიცდის გაბრიელა და აქვე მას ეძლევა მის ცხოვრებაში პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა და ეს ქმედება არის ის, რომ დაიხმაროს მისი ასაკის გოგონას ნინას, რომელიც არის პერუდან, არის ესე რაღაცა ცხოვრობს ესეთი მაწანწალა ცხოვრებით და როგორ უდგება გაბრიელა ნინას გვერდში და შემდეგ როგორ იწყება ეს დიდი მოგზაურობა ნინასი, გაბრიელასი და გაბრიელას სამეგობროსი სხვადასხვა ქვეყნებში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ამერიკაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქაც დიპლომატიური ურთიერთობები ვითარდება. თქო, და დიპლომატიის გარეშე. კიდევ ერთი საერთო წერტილი, კი ბატონო. ხო, და ვფიქრობ, რომ კარგი წიგნი გამომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის დასაწერად რაღაცა ცოტა მცირე ვადა მივეცი საკუთარ თავს, 9 დღეში დავწერე ეს წიგნი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში, იმიტომ რომ რაღაცა გადავერთე სხვა სამყაროზე, რომელიც იმ მომენტში ძალიან მჭირდებოდა მე. თავად როდის გაბედე? ყველაზე მნიშვნელოვანი გაბედვა გავიხსენე. რთული კითხვა. არ ვიცი. რომ არ დამესვა ეს შეკითხვა? არ ვიცი. ვერ მომასვენებდა და არ ვიცი, ალბათ ყოველთვის რაღაცას ბედავ რომ გავაკეთო, იმიტომ რომ თუ ვერ გავბედავ, ვერასდროს ვერ გავაკეთებ. აი, რაღაცა მომენტია რომ შენ თავს უნდა გადააბიჯო და აი დღეს ვსაუბრობდი ზუსტად რომ მეკითხებოდნენ რომ ხა ვარ გეზარებაო იმას რომ წარმოიდგენ რომ ის უნდა გავაკეთო, მაგრამ მაგაზე არ ვფიქრობ, თქო, მე იმაზე ვფიქრობ, აი მიზანს რომ მივაღწევ, იქ რა მელოდება, თქო და ამიტომ ვფიქრობ რომ მთელი ჩვენი ცხოვრება გაბედვების ისტორია არის. რაღაცა ერთი დიდი ამბავია, როგორ გავბედეთ, რაღაცები გაგვეკეთებინა. ეს სამოტივაციო რჩევაა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ნამდვილად ნებისმიერ ეტაპზე გჭირდება სწორედ ასეთი სამოტივაციო მიმართულება. თუ ერთ საღამოს ერთ მაგიდასთან დასვამთ ერთ დიპლომატს, ბატონო, დიახ, წერალს და ზღაპრის პერსონაჟს. ვის ეს ინტერესო კითხვა. და რაზე გაესაუბრებოდ? ვის ავირჩევდი? მე ვისურვებდი, რომ ეს სამივე ერთ ადამიანში ყოფილიყო თავმოყრილი. და აი იმ ადამიანს გავესაუბრებოდი. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ყველა ღირებულებაზე და ზუსტად ვიცი რომ არ მომატყუებდნენ. და საინტერესოა ვინ იქნება ეს პიროვნება. შემდეგ ინტერვიუში ამას მოვიკითხავთ აუცილებლად. აუცილებლად. ძალიან მახარებს ის რომ გაერთიანდი არეალში, ნუკა ყოველთვის მახარებს შენთან საუბარი, კიდევ ერთხელ დავაღნიშნე როგორც ეთერში ის ეთერს გარეთ. როგორ ველოდი ჩვენს ინტერვიუს განცა. მე ძალიან გამიხარდა რომ შედგა ჩვენ ინტერვიუ 4 წლის შემდეგ ზუსტად ასეთივე ემოციით და ზღაპარში მოგზაურობით. იმ არაჩვეულებრივ სამყაროში მოგზაურობით, რომელსაც ნუკა გაგუაქმნის და კიდევ შექმნის არა ერთხელ. ძალიან მახარებს ის თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი და შედეგიანი ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად საამაყოა. უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ განცა და მართლა გულწრფელად მინდა წარმატებები გისურვოთ, იმიტომ რომ ამას იმსახურებთ და ჩემთვის თუ კი უნდა დავასახელო სტელა, ანუ ვარსკვლავი თქვენ სივრცეში აუცილებლად მინდა რომ ეს ჩემთვის იყოს განცალახიძე. ძალიან დიდი მადლობა იმ პოზიტივისთვის, იმ კითხვებისთვის და იმ რაღაცა აი ყველა აზრიანი სიუჟეტისთვის, რასაც თქვენი მაყურებლისთვის ქმნით. ძალიან დიდი მადლობა და დიდ წარმატებებს გისურვებთ. ჩემი გულის საჩუყებაც მოახერხა. უღრმესი მადლობა ნუკა თითოეული სიტყვისთვის და იმ ემოციისთვის, რომელიც ახლა მე მომგვარე. კარიერული დიპლომატი და მწერალი იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს მრჩეველი, რეგალიური ჩამონათვალი ვრცელი, კიდევ უამრავი საინტერესო მიმართულება გამოვიარეთ მასთან ერთად საეთერო სივრცეშიც და არა მხოლოდ, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ნამდვილად შედეგიანი და საამაყო იყო ნებისმიერ ეტაპზე. ნუკა გაგუას კიდევ არაერთხელ გავესაუბრებით საომავლო გეგმებით და იმ მნიშვნელოვანი საკითხებით, რომელიც ნამდვილად მაინსპირირებელია. შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო გადაცემაში. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა.